მოგესალმებით, ჩემს უკან იმყოფება 6 ოქტომბრის ტრენერი, რომელიც დღეს შეეჯიბრებიან ერთმანეთს 1000 ლარისთვის. ამ ტურნირში გვექნება სულ 3 შეჯიბრება. ჩვენი მონაწილეები პირველ რაუნდში შეჯიბრებიან კითხვა-პასუხის რეჟიმში, ხოლო მეორე რაუნდში იქნება ქარუს ბეტლი, სადაც რომელიც პირველი დაიღლება, ის გავარდება, ხოლო ფინალურ რაუნდს საიდუმლოდ შეგვიძლია. მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ, პირველი რაუნდის თემა ესეთია. თქვენ ამოიღებთ აქედან ფურცლებს და გავარკვევთ ნუმერაციით, ვინ ვის შეხვდება. აქ ეწერება 1-იანი, 2-იანი, 3-იანი, ვისაც 1 ნომერი ამოვა, ისინი დადგებიან მარცხენა მხარეს, ვისაც 2-იანი შუაში და მარჯვენა მხარეს მესამე. ოკეი? მოგზანდით? აჰა, ესე იგი, ბიჭები ერთად, გოგოები ერთად. სო, გასაგებია. კარგი, გადავინოთ ახლა მაგიდისკენ. მე ვარ თაზო თავბერიძე, 23 წლის, 2 წელია, რაც ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი. მე ვარ ლუკა მაისურაძე, 21 წლის, 1 წელია, რაც პერსონალური მწვრთნელი ვარ. მოკლედ, თქვენ მინდა რომ ახლა უბრალოდ წამოჯდეთ, კარგად მიიხუდოთ, ხელები დავდოთ მუხლებზე. ან თუნდაც ამაზე არაა პრობლემა. კითხვას დავსვამ და ვინც პირველი დაასწრებს, იმას აქვს იმის უფლება, რომ გასცეს პასუხი. თუ დაასწარით და პასუხი არასწორი იყო, ავტომატურად გადადის მოწინააღმდეგეზე და იმას ეძლევა შანსი, რომ გასცეს პასუხი. გასაგებია? თამაში სადამდე. ერთამდე. ეხლა რომ გასცემთ პასუხს, ვინც მოიგებს, ის ავტომატურად გადადის, ვინც ააგებს, იმას კიდევ ექნება ერთ შესაძლებლობა, რომ აუთსაიდერებში გასცეს პასუხი. როგორ ხარ? აუ, შენ! მე წავიგე რამელი. არ ჩანდა პატარეზი აქვს. კაბაც იყოს რა. კარგი, პირველი კითხვა. სად ვართ? რამდენი თავი აქვს ტრიცეპს? ტრიცეპს აქვს 3 თავი. გილოცავ თაზო შენ ავტომატურად გადახვიდე მეორე ტურში. ლუკა, შენ ცოტა ხანი დაგველოდე და აუთსაიდერებში მე კიდევ ერთ ჩანსი გექნება, რომ გადახვიდე მეორე ტურში. მე ვარ მარიამ ჯულხაძე, 30 წლის, 4 წელია, რაც ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ. მე ვარ ნინი, 32 წლის, ვარ ფიტნეს რეფორმერის ინსტრუქტორი უკვე 2 წელია. სად ვართ? მე ვიყოდო თქვენს შეიძლება. სად ვართ მეორე კითხვისთვის? დიახ. რა ქვია ქალის და კაცის ჰორმონებს? ტესტოსტერონი. ეგ ვისია? კაცის. ქალის? ქალის ჰორმონი. ესტროგენი. ვიცოდ. არა, ეს უბრალოდ დაბნეულობის ბრალია. ნინი, შენ არ გეშტობებით აუთსაიდერში მე კიდე ერთი შანსი გექნება. აუ, ესტროგენი აღარ მე ვარ სოფო, 48 წლის, ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი, 2 წლის სტაჟით. მე ვარ გიორგი ბართიშვილი, 22 წლის, 1 წელია, რაც ვარ პერსონალური მწვრთნელი. კაი, სოფო, გიო. სად ვართ კითხვისთვის? სად ვართ? კარგი. გიორგი როგორ ნერვიულ? რა? კითხვავსო, ორი წამო. რა არის BMI? საარსებო მინიმუმი, რაც კალორიების საარსებო მინიმუმი. სოფო. ბოდი მას ინდექსი. გილოცავ თქვენ გადასულხარ ჩემს ტურში. გიო, შენ არ გეშტობებით, ყოველთვის დაგეცეთ. მოკლედ, თქვენგან ერთ-ერთი გადავა შემდეგ ტურში. ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ კითხვას და ისე არ დააჭიროთ ჩვენს ზარს. ამაზე რა პრობლემა ხო არა გაქვთ? კარგად გას? კი. რა ქვია ყველაზე ფართო და განიერ კუნთის ზურგს? რა ქვია? ლატერალური, უგანიერეს. ულოცავთ ლუკას, გადავიდა შემდეგ ტურში. სამწუხაროდ, ბართიშას, გიოს და ნილის დამშვიდობით, მაგრამ თქვენ უსაჩუქროდ არ გიშვათ გამოგეცემათ სნეკის მიწისყრის კარაქი აუცილებლად. მადლობა. თქვენ გამოგეცემათ სნეკის მიწისყრის კარაქი და უსაჩუქროდ არ გაგიშვათ. მადლობა. ჩვენ კი გადავინაცვლოთ უკვე მეორე რაუნდისკენ. Let's go. მოკლედ განმოვინაცვლოთ 10 უკვე უშუალოდ დარბაზში. ჩემს უკან არის აგებული კოშკი. არ ვიცით სწორად ვამბობ თუ არა ამის სახელს, მაგრამ ამ თამაშს ქვია მეგონი ქაროს ბეტლი. ამონაცდება ეხაც ვიდეოდან ნახავთ როგორ არის წესები. ისევ იგივე წესები გვაქვს. შემთხვევების პრინციპით ამოვიდეთ ფურცლებს. ვისაც ამოვა ერთი და იგივე ციფრები, ისინი შეხვდებიან ერთმანეთს და ვისაც ერთი და იგივე მეორე ციფრები, ისინი შეხვდებიან. მოდით. მე ახაც ბოლო ამოვიდე. რა გაკეთე? ვისაც ერთი ციფრი ერთი ამოვიდა, ისინი განმოვიდნენ მარცხნივ და ორიანები, ანუ გოგობიჯზე გაიყო. ჩვენც უკეთესი და თქვენთვისაც უკეთესი მეგობრებო რა. წესები შემდეგში მდგომარეობს. ვაკეთებთ ბარბს, ოღონდ ვაკეთებთ ისეთ ბარბს, რომ დავდოთ მთლიანი სხეულით, ჩავედი, მუცელი, წელი, ყველაფერი კერდის დადებული მაქვს, ამოხტი, ბურთს მოწინააღმდეგე ისვრის ამასობაში, მე ამ ბურთს დავიჭერ, ჩავჯდები, ვესვრი ისე უკან.
მე სანამ ამ ბურთს ვისვრი, მოწინააღმდეგე ბარბს აკეთებს და იმან უნდა მოასწროს ადგომა და ისევ უკან განმოგდება ბურთს. ჯანშოთს რო გადააგდოს. აი ხსოვდა ეგ უნდა მეთქვა, ხო? წესებში ასევე არასწორად ბურთის გადაგდება, აი ძალით იქით გადავაგდე, ძალით შორს გადავაგდე, ძალით ეს წავაქცე არ მოსულა. და ვინცაც დაუვარდება ბურთი, ანუ ის დაიღლება, ის გავარდება ავტომატურად. რა, არ გექნებათ არანაირი მეორე შანსი და არაფერი საერთოდ. შეიძლება ვინ დაიწყებს გოგოები ბიჭებს შორის. აჯერ ცადოთ რა ერთი რა, მიდი ცადეთ. ან ჩვენ ხوار ცადოთ ერთი. ჩვენ მარო, გესვი. ვისვრი. დაიჭირე შენ ბარფი მაგამდე? ხო წვები? არა, ნახე, ხო მოგცა. ჩაჯექი და ესროლი. მიდი აბა. შენ ბარფი ხა გამოდროულად, ნახე გესროლა უკვე. ხო. რო ესვრი, ნახე, ისვრი თუ არა, ეგრევე ბარფზე მიდიხარ რა. კაი, მიდი. სო? გააკეთა? არა, გესროლე ჯერ. ბარფზე ჩადი. შენ ჩაჯექი, ესროლე. ნელა. სადვარ, ლუკა, პროსტა ესროლე, ბარფზე ჩადი ეგრევე, შენ დაელოდე და მე დაიწყე მუშაობა. კაი? 3, 2, წავიდა. აბა თქვენი ცით აბა, რომელი დაიღლება? ჩვენ გავალთ და თქვენ იყავით. რომელი დაიღლება? პარაშუტი არ გაუშვა. მერცო ყოჩა. მარო აი? აი 21 და 22 წელი რა კაია. ნელა. სო. აუ. კარგად ესროლე, კარგად. არ წაიქცეს ის 5. ოჩახ. ოჩახ. ოჩახ ლუკა. აუ ეს იყო ძალიან მაგარი. რა შოუდად გი? ჩარ. კაი ხარ, საღო. მარო, ეგარ პირველი ფინალისტი ჩავაფლავოთ. ლუკა, რომელმაც დაამარცხა თაზო და თაზოცა ძალიან ყოჩა, იმიტომ რომ აი მართ 1-2-3 წუთი მიმდინარეობდა ეს ყველაფერი რა. კარგი. ეხლა გოგოების ჯერია. გოგოებო, მარიამ. გაიგეთ ეს? საბა, ჩვენთან საჭიროა ეს? აი აჰა. ხო. აი ესე იყოს. 3, 2, წავიდა. ახტება მამა. შო. მარო. მოვიგე მე. რატო მაწვალე დამთელი ხარ? სასიამოვნო გოგო. მარო. გამარჯობა. აი ესე მარტივად, ცოტა შოუ მინდოდა, მაგრამ რა ვქნა რა. მოკლედ მეორე დაძაბული რაუნდის შემდეგ გადავიდნენ მარიამ ჭულუხაძე და ლუკა მაისურაძე. მე მგონია რომ ძალიან თანაბრად მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ სოლიტარობა არის რა ფინალისტის. მაგრამ მესამე რაუნდში თქვენ გეულდებათ კიბეები. ორივე დადგებით კიბეებზე, გექნებათ იქაც რაღაც პატარ-პატარა ჩელენჯები, ვინც ბოლო ჩამოვა, ის მოიგებს. კაც მარიცის თქვენ რამდენი ხანი იქნებით? 1 საათი იქნებით, 2 საათი თუ 3 საათი. არ ვიცით. სადვარ? გადავინაცვლეთ კიბეებს. თორემ მეგობრებო, განმოვინაცვლეთ მესამე რაუნდში. ეს არის ფინალური რაუნდი, სადაც თქვენგანი ერთ-ერთი მოიგებს საპრიზო თანხა 1000 ლარს. მოკლედ, წესები მდგომარეობს შემდეგში. დავიწყოთ მსვლელობას, რა თქმა უნდა, ყველანი ორივე ერთ-იგივე ლეველზე დავაყენებთ. ეს არის 8 ლეველი სასტარტო. და ამავდროულად კიდე ყოველ რამდენიმე წუთის მერე ისევ მოემატება და რომელიც ეს თქვენ გაიძულებთ, რომ ჩამოხვიდეთ და დაგღალოთ და ასე შემდეგ რა. ერთ-ერთ თქვენგანი არის გამარჯვებული და ვნახოთ ვინ იქნება ეს ერთ, ოკეი? ოკეი. სადვართ? Yes. კარგი. ავედით. ასე მეგობრებო, შეგახსენებთ ჩვენი სპონსორია სტეკის მისის გარეკი, რომელიც საოცრებად ყველას დაურიგდება, ვინც გავარდინებს და მოგებულებსაც და ყველასაც და ოპერატორსაც გიო შენს მოგცემთ და წაიღე და ჭამე. სტარტს დავაჭიროთ და დავაყენოთ level 8-ზე. არანაირი შეზღუდვა არ გაქვს. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ჩამოსვლა, დასვერება, ფეხების განზე გაწევა არ შეიძლება. ესე მოძრაობთ, ვინც ბოლო ჩამოვა, ის მოიგებს. თქვენ კიდევ ნახოთ, აბა ეხლა დაველოთ და ველოთ ეხლა. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი? ნახოთ. ვირას ფიქრობთ, რამდენი ხანი გაჩერდებით, ეგ მაინტერესებს ერთი. არ ვიცი, ჩემი გამოცდილებინა საათნახევარი არის მაქსიმუმი, რაც მივლია. საათნახევარი აქ არ გამოჩერო ძალიან. მე 12-ზე ვაყენებ ხოლმე და 1-3 საათით გავარო რა. რა ვარ გაკეთებთ კიბეებს?
რა? აკეთებთ კიდევ? მე დიდი ხანია არ გამიკეთებია. შეუშვია. მე უფრო სხვა ფიზიკური დატვირთვები ვიზიტავს. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ადამიანი იმის 1000 ლარისთვის, ამიტომ არცერთ არ აქვს იმის უფლება, რომ მალე დანებდეს. ხო, ფიქრობ, რომ 1 საათნახევარი 2 საათი მაინც მოგვიწევს გაჩერება. პულსი რამდენია? 78, შენი? 97. პარამ. როგორ ხარ? იზი. რაღაც აგებო რო იზი. ძალიან დავიბრუნე. უკვე? ჰა? უკვე თუ გადაო? ჯერ არა. თვალი ჩავიკრა აქედან. არა. ასე მეგობრებო, ასეთი ჩემპიონატის ჩატარებას ვაპირებ ასევე. ესე ვთქვათ, მოყვარულებში არ ვიცი რა დავარქვა, უბრალოდ მოვარჩიე ხალხისთვის და არა მარტო ტრენერებისთვის. ვისაც პირდაპირ სურვილი გაქვს შეგიძლიათ უბრალოდ მომწერეთ, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის ეს ეტაპი ხალხის არჩევა და ხალხის დათანხმება. ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ რომ უბრალოდ მიიღოთ ეს რაღაცებში მონაწილეობა, მომწერეთ, გავგზავნოთ აუცილებლად და შემდგომაც იქნება ძალიან კაი საჩუქრები და ასევე საპრიზო თანხმები, თუ რა თქმა უნდა, რომ იქნება სპონსორები და ასე შემდეგ. მაგარი. გამოიწერეთ საბასკვეთი. კი, ოჩახჭულუ დაწინაურდა. ბაბა არ შეეხება პირველი შეზღუდვა, თქვენ გისმენთ? მე კიდე თუ წავადე ვარეპორტებს შენახსით ხარ. ნუ გესწრებათ უეჭველი წინა ვიდეოდან, იპოსტერის ვიდეოდან, სამწუხაროდ ბოლოსში რო გააგდეთ. გამიჩალიჩეს. რაგბიდან რის გამო წამოვედი, მაგის გამო გავარდი. და თუ გსურთ რომ მე ვილაპარაკო, რატო წამოვედი რაგბიდან? მოკლედ გავიდა 10 წუთი და მოვიდა პირველი შეზღუდვის ჯერით. თუ შეიძლება ჩემს თვალზე ყველა ხელები გავუშვათ და ხელების გარეშე დავიწყოთ სიარული. 3 ხო, კაი. 2 და წავიდეთ. გავუშვით. ხელი არ მოკიდოს არავინ. აქედან ერთი კამერა, იქიდან მეორე კამერა. სო, თუ უნდა დოინჯი, თუ გინდა ესე, თუ გინდა თავზე, რაც გიოთ ისქენ. ოკეი. მაგრამ კორპუსში ხორო? ნუ ვალაპარაკებ, არ შემიძლია ვილაპარაკო. რამდენი წუთი ვილაპარაკე? ხელის მოკიდებით ასეც ვაგამ მოგიდა. ვახ, ლამის მოკიდებით ჩათვა. ხელის მოკიდებით ჩათვალე ნახევარ სხეულს აჩერებენ და ეხლა უფრო რთულია, იმიტომ რომ თლიანი სხეული მიაქვს ზევით და ზევით მაღლა წაში. ფსიქოლოგიურად არ შეგეშალოთ და ხელები არ მოკიდოთ. ეგ ტვინს უთხარით. თორე შევა შემთხვევით მოგეკიდოთ ხელი და ეგრევე წააგებთ. ანუ ეგრევე წააგებთ. გაბრაზებ ახლა ფსიქოლოგიურად. ზოგადად ქალები უფრო ამატანები და გამძლეები ვართ, ვიდრე კაცები. რამდენი მოსავლე ყავთ უკან? 30. 25-26 მგონი არ მახსოვს. როგორ უძლებთ? ძალიან კაი. ძალიან რთულია ეს ყველა. ისეთი არის ყველა რომ ძალიან მიმართებენ საქმეს რა, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ძალიან გამიმართლა 30-ში. ყოველი 1 საათის შემდეგ არ მაქვს ის განცდა რომ მაგალითად აი კიდე ერთი უნდა მოვარჩიო და ბევრს აქვს ეგ განცდა რა ტრენერებს რომ კიდე ერთი. დილისვიდან საღამოს 9-მდე ისე ვარ რომ ერთხელაც არ მაქვს პირიქით რა უფრო დადებითი ენერგიები მოდის. ეგ ძალიან კაი. ერთ-ერთი დილის 8-ზე რომ დაიწყებ მუშაობას და პირველამდე ცოტა ესე ვარ ხომ, მაგრამ მე მოვახ რა ენერგია რო თენდება კარგად. კაია ხო მზე ხდება ხომ. ფილიპ ძინოს ესე ვარ ხომ, ესე ვაუჩერესო. ნელ-ნელა გადის 20 წუთით და მოდის მეორე შეზღუდვის დროც. ხელები რჩება? ხელები რჩება თავის ადგილას, სადაც არის და ვუმატებთ 2 ლეველი, ანუ 8-დან გადაინაცვლებს 10 ლეველი. ჩემს თვალზე 5, 4, 3, 2 და მოვუმატეთ 2 ლეველი. აი ეს. 10 ლეველით გავაგზავნოთ სვლა. იგი გაიწო. შესაძლოა კიდე? კი. უნდა გავფლიანდე ვარჯიშისთვის. აგრას ამინდა. აგრას აღმართი უნდა მებინა დღეს. თაწმინდა. გაასვლა ჯიგარი. კინაღა ფეხი დაუცურდა. ეგეთი 20 ჯერ მოხდა ძმა. 55.5 ვერ ექნება ფეხის ზომა. ეს რა შეიძლება. მეორე. აი, ჩემ თვალზე ვუმატებთ კიდევ 2-ით. 3, 2 და
ერთ ჩო ასე არა. შოვარნოს ხელი ილოცა ლუკა ალჰამდულილა. ეგ არის გავაგზე ხო საცალი გამოტო. ჩამ ილოცა ლუკა ილოცა დამსახურებული 1000 დოლარია ჭუ ილოცა ზამაგაგო ხა მაგ ოჩა ძალიან მოგდი. საღო რესპექტი მინდა ჭულოს მაგრამ კამბექი დადო ადამიანმა წინა ვიდეოდან იმენა ამოაკამბეკა აჰა ეს თქვენო და მთლიანი ნახა მოიგო რა საღო მართლა გილოცავ კიდევ ერთხელ მაგრამ ჭულო შენ არ გიშვებ საჩუქრის garaშე შენ განმოგეცემა ეხლავე ეს განმოგეცემა ოქტომუსის ბრენდირებული ახალი პროტეინი შემოგვიწყენოთ და გამოიყენე ახლა ვარჯიშმერ დალია გამოგებულო განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ გილოცავ ლუკა, შენ გამოგებულ დასწარებოდი ვიდეოს მერე. თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დაკომენტარეთ, აუცილებლად კიდევ შემდეგი ვიდეოებისთვისაც ვისაც მონაწილეობის მიღება უნდა შეგიძლიათ მომწეროთ და არ არის პრობლემა არანაირად. გავთვალისწინებთ, იმიტომ რომ ყველაზე რთული ეტაპი ეგ არის ხოლმე. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემს სპონსორს Snacks, რომ გამოყო ყველასთვის და შენს აუცილებლად ლუკა და მარიამსაც, რომელიც მე მგონი ცუდად აგარეთ გავიდა, გადაეცემა Snacks-ისგან არქის კარაქები. თქვენ არ დაგავიწყეთ გამოწერა და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ნახვამდის. აუ ძალიან რთულია ხელების გარეშე მე დაბრედო. აი ხო კეფიცები. ხო, მაგრამ რთულია 12-ზე 8-ზე მათ მივხვდი რომ აი შანსიც აღარ მქონდა. რა წითელი. აი